მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და სტუდიაში ჩვეულებისამებრ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისათვის. მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ა ブラ ამზე, შესაბამისად ა ブラ ამზეს მოთხრობის წინ მამამთავრებზე, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ბიბლიაში და საუბრობთ ჩვენ იმ გადაწყვეტილებებზე, იმ გზაჯვარედინებზე, რომელზეც დგება ესა თუ ეს მღვდელმთავარი და რომლის მნიშვნელობაც არ გაფერფთალებულა ვიდრე დღემდე. და ჩვენ გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია საკუთარ თავზეც გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რასაც გვაძლევს სწორედ ეს ადგილები, რომლის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავშალოთ თემა. გიორგი, ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში ა ブラ ამის შესახებ, კერძოდ ვისაუბრეთ მისი ისააკის შეწირვაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ, რაც გამოიკვეთა, რა ნახა ა ブラ ამმა, როგორ ამაღლდა ის და რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება შვილის მსხვერპლად შეწირვასთან დაკავშირებით. და აი ჩვენ საუბრობთ რა მამამთავრებზე, ალბათ უნდა აუცილებლად დაუთმოთ დრო მათი ოჯახურ ურთიერთობებს, მათ ოჯახურ ცხოვრებას და მათ თანდევ მეუღლეს, რომელთან ერთადაც ხდება ამ გზაჯვარედინზე გავლა, რა თქმა უნდა. და აი გავაგრძელოთ ა ブラ ამი, სარა და აი რა ხდება მათ ოჯახში, სარას მნიშვნელობა. აბსოლუტურად გეთახმებით, მამა ანდრია, როდესაც ჩვენ მამამთავრებზე გვაქვს საუბარი, არ აქვს მნიშვნელობას ა ブラ ამი იქნება, ისააკი იქნება, იაკობი იქნება. ნებისმიერ გზაჯვარედინთან, როდესაც ისინი დგებიან, იგულისხმება, რომ მათ გვერდით დგას კიდევ ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი, რომელთან ერთადაც ისინი ამ გზაჯვარედინთან არჩევანს აკეთებენ. ძალიან კარგად გამოჩნდება, ეს თქვათ, შემდგომი მამამთავრის ცხოვრებაში ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ როდესაც მამამთავარი ა ブラ ამზე საუბრობ და ვამბობ, ა ブラ ამმა დატოვა ამისეული სახლი, სამშობლო, სანათესაო, ყველაფერი დატოვა. ანუ მიაქცია, ზურგით დადგა რაღაცა გატიალებისაკენ, რაღაცა სულიერი გრევისაკენ და მზერა მიმართა ამ გზაჯვარედინიდან, მზერა მიმართა ღვთისაკენ, ღვთისახურებისაკენ. მარტო ა ブラ ამი არ ყოფილა იქ იყო ა ブラ ამის ცოლი, საოცარი ადამიანი, სარა, რომელიც მიყვება თავის ქმარს. ახლა რაღაცა აზრით შეიძლება კულტურული ფონი, რაღაცა გაგულებინებს იმას, რომ ცოლი უნდა გაყვეს ქმარს თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება წმინდა წერილის ფურცლებზე და ზოგადად, როდესაც სარა ყველგან მორჩილებით დაყვება ა ブラ ამს. ახლა სარა არის დიასახლისი ა ブラ ამის საკმაოდ მტკიცე და საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული ოჯახისა. და როდესაც ა ブラ ამი მიდის, ა ブラ ამი არ იცის სად მიდის, ა ブラ ამს მოუწოდა ღმერთმა და მიდის. ასევე არ იცის სად მიყვება თავის ქმარს სარაც, მაგრამ სარაც მიყვება. როდესაც ა ブラ ამი გაშლის კარავს და თავის ცოლს ეტყვის, რომ აი ახლა აქ კვირდებით და სარა სადიასახლისო კარავი გაიშლება. სარამ არ იცის, როდის მოვა მისი ქმარი და აუშლის ამ სადიასახლისო კარავს და ეტყვის, რომ არა, აქ კი არა, ახლა მივდივართ იქ. არსად არ ჩანს, არც წმინდა წერილში, არც იუდაურ გარდამოცემაში, არც ქრისტიან. არსად არ ჩანს, თქვა, სარას ყვედრება, რტვინვა, რომ ბოლო-ბოლო სად მივდივართ, რა ვშვებით. რატო ვამბობ ახლა ამას მე? უბრალოდ კარგად მინდა რა დავინახოთ, ეს წარმოიდგინეთ, აი კაცი ადგა და გაყვა ცოლი მას სადღაც, არ იციან სად მიდიან, მაგრამ მიყვება ამ ავტორიტეტით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ. როდესაც ღმერთი მოგიწოდეს, ჩვენ ხშირად თანამედროვე მორწმუნეებს გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, ვთქვათ, რომ რაღაც ამ ქვეყნიურ ნაცვალგებას მალევე ველოდებით. თუ კი რაღაცა ღვთისმსახურს ვაკეთებ, ნუ მაშინ რაღაცა უნდა ხელი მომემართოს რაღაცა საქმეში, ხო ამით უნდა დადასტურდეს ეს. იმ დროს, როდესაც ცოტა სხვანაირად იყურება საფრთხო განგებულება, რაღაცა სხვა რამეს გულისხმობს საფრთხო განგებულება და აქ სწორედ სარას მაგალითი არის საოცარი, როდესაც ნახა სარა, რომ მიყვება ქმარს, რომელიც არ წუნებს სავსო ღვთის მოწოდების გზაზე დგანა. და ადგილი არ აღმოჩნდა, სადაც შეიძლება ამ მოწოდების
ნაყოფი მიიღონ მათ. ვერსად ვერ გაჩერდნენ და უფრო მეტი წმინდა წერილი გვეუბნება საოცარ რაღაცას. იმდენი იარა ა ブラ ამმა, მოდი ბიბლიური ტერმინი გამოვიყენოთ. იმდენი იხეტიალა ა ブラ ამმა. სანამ შიმშილობა იმ ადგილამდე არ მივიდა, სადაც შიმშილობა იყო და გაუსაძლისი იყო ყოფნა. უბრალოდ რაღაცა ხო უნდა აჩვენოს შენცოს, ხომ? აი რომ წამოვედით იქიდან, აი ეს ცუდი რომ დავტოვეთ, აი კარგია რა არის კარგი? აი ხელმოსაკედი კარგი არაფერი არ არის. არამც თუ ვერ გაჩერდნენ ვერც ერთ ადგილას. უფრო მეტიც ისეთ პირობებში მოხდნენ, საერთოდ შიმშილობის წინაშე დადგნენ და საფრთხის წინაშე დადგნენ. აი აქ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, რაღაცა შინაგანი განწყობა აქვს. უნდა კონდეს სარას, როგორც ამას კვლევარებიც ძალიან კარგად მიუთითებენ და ეგზეგეტიურ ლიტერატურაშიც კარგად არის თქვამი, რომ დააყენოს საკითხი ა ブラ ამის წინაშე, სად მივდივარ და საერთოდ რა ვშვებით. და აი აქ ა ブラ ამი იღებს გადაწყვეტილებას ჩავიდეს ეგვიპტეში. ამ შიმშილობას გაექცეს ბარაქიან ეგვიპტეში. ესეთი აზრი განვიხილოთ, არსებობს ესეთი მსჯელობა და შეხედულება, რომ აქ ა ブラ ამის გადაწყვეტილება იყო უფრო ხორციელი, მიწიური და არა საღვთო ჭვრეთით და საღვთო გამოცხადებით მიღებული. და აი მოყავთ სოლომონის იგავებიდან სიტყვები. არის გზა, კაც სწორი რომ გონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზა არის. ანუ საუბარი იმაზეა, რომ ღვთის განგებულებით რაღაცა არის განჩინებული, რაღაცას უნდა მიაღწიოს ადამიანმა და ღმერთს აქვს მისთვის ხელის შემწყობი თავისი განგებულება ამ ყველაფრისთვის და ადამიანს შეიძლება ზოგჯერ მოვიდეს აზრით, რომ უკეთესი გზა თავად გამოირჩია. უკეთესი მოიფიქრა, ვიდრე საღვთო განგებულება არის და იწყებს ამ გზით სიარულს. და აქაც ამბობენ, რომ შეიძლება ეს მიიჩნიონ, რომ ა ブラ ამის მიერ ეს იყო ესეთი ხორციელი გადაწყვეტილება. კი, არსებობს, გეთახმებით ანდრია, ასეთ შეხედულება არსებობს, მით უფრო რომ ბიბლიურ თხრობაში ა ブラ ამის ეს გადაწყვეტილება არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ის გამოცხადების გარეშე დგავს ნაბიჯს. ა ブラ ამის და სარა აღმოჩნდა უმძიმე მდგომარეობაში, აღმოჩნდა ფარაონის ხარამხანაში. ხო, ხალი, რომლიდანაც უნდა წამოვიდეს თაობა, საიდანაც უნდა მაცხოვარი მოევრინოს სამყაროს. უმძიმესი სიუჟეტია. კი, უმძიმესი გეთანხმებით არის ასეთი და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება აი ეს, ასე ვთქვათ, უარყოფითი კუთხით ა ブラ ამის ეს გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აქ არის მეორე ძალიან საინტერესო დეტალი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ გარკვეული ეგზეგეტები ამას ხაზს უსვამენ და სულ სხვა კუთხით განიხილავენ ა ブラ ამის ცხოვრებისეულ ამაგალითს. რატომ? როდესაც ასეთ უცხო ხარეში მოხვდი, ვერ გაჩერდი ვერსად, ანუ ვერ დამკვიდრდი ვერსად, ახეტიალდი და ეს ახეტიალობას აროდებს ბოლო და ბოლო-ბოლო შიმშილობა მოგისრო და აქ ლოგიკურად იღებ გადაწყვეტილებას, უნდა მობრუნდე უკან, ანუ კიდე უცხოობაში კი უნდა წახვიდე შორს, არა, მობრუნდე უკან და სამშობლოში დაბრუნდე. ანუ რო შენ აცნობ ადგილებში შენთვის ცნობილ გარემოსკენ მიაქციო მზერა. მაგრამ ა ブラ ამის ამ გადაწყვეტილებას წავიდეს ეგვიპტეში წინასწარ განზრახულობითი სურათი აქვს, ცოტა მოგვიანებით ისრაელი სწორედ ამიტომ ჩავა ეგვიპტეში, შიმშილობის გამო. და სწორედ აქედან გამოიყვანს ღმერთი ისრაელს და აქედან შექმნის იმ საოცრებას, რასაც ისრაელის სამეფო ერქმევა. და ეს ყველაფერი საღვთო წინასწარმეტყველებითაც კი იქნება მოგვიანებით, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებითაც კი იქნება ეს დადასტურებული. სხვაგვარად რო ვთქვათ, ა ブラ ამის ამ ნაბიჯის ამ კუთხით განხილვა შეიძლება, როგორც თქვენ წარეთ, მაგრამ არის მეორე ხედვაც, რომელიც ჩემთვის უფრო მისაღებია. რომ ა ブラ ამისთვის თავარი არის ღმერთმა რო უთხრა, აქედან გამოდიო, იქ არ დაბრუნდა, რადგან იცის უკვე ღვთისნება, რომ იქ არ უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან იქ არ უნდა იყოს, ესე კიდევ უფრო დიდ უცხოობაში უნდა წავიდეს. ეს სულიერი გმირობა ა ブラ ამისა და არა ვთქვათ მისი წინ დაუხადოება, გაცილებით მეტი ჩანს ამაში. და ამ შემთხვევაში მე სწორედ ეგზეგეტიკის ამ ნაწილს ვეთანხმები, სადაც ა ブラ ამის სულიერ გმირობაზეა საუბარი, როდესაც ეგვიპტეში უფრო დიდ უცხოობას მისცემს თავს, ოღონდაც არ დაბრუნდეს. სხვადასხვა ა ブラ ამის ცხოვრებაში ეს ნიშნეული, ა ブラ ამი ამას ყოველთვის იმახსოვრებს. სარას გამოხსნა ფარაონისაგან სასწაულთან არის დაკავშირებული. ანუ ლოგიკა შეიძლება ესეთიც იყოს. ა ブラ ამმა მიიღო მიწიური გადაწყვეტილება, იფიქრა მან, რომ უკეთესად შეუძლია ლოგიკურად გამოსავალი მოძებნოს, აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში და კვლავ უფალი სასწაულით ჩაერია იმისათვის, რომ განგებულება
არ შეცვლილიყო, რომ სარა დახსნილიყო და რომ გაგრძელებულიყო ის ხაზი. თავისთავად ცხადია. ხო? თავისთავად ცხადია ეს. აი არის ესეთი ლოგიკური წყობა, ესეთიც არის. კი, როგორ არა, გეთახვევთ და ეს სწორედ ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, როდესაც ადამიანი რაღაც არჩევანს აკეთებს, ის საღვთოს რახვას ვერ ცვლის. ის თავის დამოკიდებულებას ცვლის ღმერთთან. საღვთოს რახვა უცვალებელია მას. ერთის რახვა აქვს, მხოლოდ სახელი და მხოლოდ სიყვარულით, ასე თქვა, გაზომილი. სხვა რახვა მას არ აქვს და როდესაც მე ჩემ არჩევანს ვაკეთებ, ამ რახვასთან მიმართებით, ან უფრო ახლოს ვარ, ან უფრო შორს ვარ. ანუ აქ ჩემ დინამიკაზეა საუბარი და არა საღვთო დამოკიდებულებას. ასეც თავისთავად ცხადია, შეიძლება კარვიხილოთ აბრაამის, მაგრამ აქ საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის უცხოობა, რომელშიც აბრაამი კი არა, აბრაამი და სარა აღმოჩნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. აქ სარას წაიყვანენ, შეუქებენ ფარაონ სარას სილამაზეს, ძალიან ლამაზი იყო და სხვადასხვა წმინდა წერილი ყველა მამამთავრის ცოლთან დაკავშირებით ხაზგასმით ამბობს, რომ ლამაზები არიან. ბიბლია არ გაურბის ამ ესთეტურ სილამაზეს საუბარს, არ გაურბის რაღაცა ამ მშვენიერებაზე ხაზგასმას. ძალიან ლამაზები იყვნენ. აბრაამის ცოლი ძალიან ლამაზი იყო და ამბობს ამას წმინდა წერილი. ისააკის ცოლი ძალიან ლამაზი იყო და ამბობს ამას წმინდა წერილი. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, აი ეს პირმშვენიერება ამ დედაკაცებისა გარკვეულწილად ესეც ბიბლიური თხრობის ეს არის რა ქვია საშუალება გადმოგცეს მათი განსაკუთრებულობა და მათი განსაკუთრებული სიახლოვე მამამთავრებთან. აი ხო უბრალოდ სარაზე მინდა კიდე გავამახვილო ყურადღება. Ну, იქ არის დეტალი, რომ სარა დატყავს გამოცხადებული აბრაამს არა ეგვიპტეში, არამედ მაშინ, როდესაც ახეტიალდა მამამისის სახლიდან, ადრევი აქვს ეს აბრაამს სარასთვის და თქვა, რომ სადაც არ უნდა მივიდეთ, შენი პირმშვენიერების გამო, იმისათვის, რომ საღვთო გზა ჩემი მოღვაწეობით არ დარკვევდეს და მე ვემსახურო ღმერთს და ამ ღვთისმსახურებაში დარკვევლება არ მქონდეს, შენ დად უნდა გამოაცხადო. ისინი მართლა ნახევარდა იყო სარა აბრაამის. მართლა ასე იყო. უბრალოდ აქ ისვის ხოლმე კითხვა, რატო არ უსვამს ხაზო ცოლია. საკითხი სხვა მხარია, ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ძალიან საინტერესო თემა ესეც. და საინტერესო რა არის, რომ აი რომ დაუბრუნდეთ ამ დინამიკას, ესე იგი, გაყვა ქმარს და ქმარი ეუბნება, რომ ღმერთს უნდა ასე და იმიტომ მივდივართ. ერთ ადგილას დასახლებიან, აიყრებიან, გადავლენ მეორე ადგილას, ღმერთს უნდა ასე და იმიტომ. აი ახეტიალებს, ასე ახეტიალებს აბრაამის სარას. ახეტიალა, იმდენი ახეტიალა, სანამ შემშილობამდე არ მეიყვანა. უფრო მეტიც იმდენი ახეტიალა, სანამ საერთოდ ოჯახი არ დაიშალა. წაიყვანა ფარაონმა სარა. აბრაამს კეთილს უყოფდნენ სარას გამო, ვინაიდან პოტენციურად აბრაამი განიხილება ეგვიპტის მომავალი დედოფლის ძმად. მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამეა. აი სასწაული ახსენეთ მამა ანდრია თქვენ და საერთო განგებულების აი ეს ახსენეთ და აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ღმერთი არ ძალმომრეობს. ამიტომ როდესაც ამ განგებულების რეალიზებაზე გვაქვს საუბარი, მას ნაყოფი მას ნიადაგი ხვდება. გამზადებული ეს ნიადაგი არის სარა. ახლა დაუკვირდეთ ასეთ რაღაცას. სარას თავაზობენ ეგვიპტის დედოფლობას. სარა ძალიან დიდ რაღაცას თავაზობენ. და ეს რომელ სარას თავაზობენ? სარას რომელმაც უბრალოდ აი ქმარსთან ერთად ახეტიალდა და აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაშია, ძალიან მძიმე გაწვალებულ მდგომარეობაშია და ბოლოს შიმშილობაშიც კი ჩავარდა და ბოლოს საერთოდ ქმარს დააცილეს. ნუ აი რა ლოგიკამ უნდა გიბიძგო შენ იმისკენ, რომ ეგვიპტის დედოფლობა არ აერჩიო, ეგვიპტის დედოფლობა სადაც არ შიმშილობა შეგაწუხებს, არც ხეტიალი შეგაწუხებს, ძალიან ისეთი კომფორტული ცხოვრება გექნება. სწორედ აი აქ ვეცნობით ჩვენ სარას საოცარ კუთხით, როდესაც საერთო განგებულების რეალიზება ხდება სწორედ იმით, რომ ფარაონი სარას დააბრუნებს აბრაამთან. შეაჭირვა ღმერთმა ფარაონი რა შეჭირვები შეაჭირვა არ ვიცი წმინდა წერილი ამას არ ადასტურებს შეიძლება ვივარაუდოთ რომ სხვაგანაც მოხდება შეჭირვება მაგრამ ამას თავი დავანებო თავარი რა არის თავარი არის სარას გზაჯვარედინი და სარას სულიერი გზა რომელიც მან აირჩია აი ძალიან მნიშვნელოვანია აი ხო ჩვენ ლაპარაკობთ რამდენი ასპექტი რამდენი მიწიური გარემოება მოქმედებდა თქვათ იმ დროს გადაწყვეტილების მიღებას მაგრამ სარა დგას მაღლა სულიერ გადაწყვეტილებას რატო დგას მაღლა ახლა ამ კითხვას დავუპასუხოთ რა არის ეს საფუძველზე დგას არა სულიერ სიმაღლეს იმიტომ რომ სარა ხედავს საოცარ რამეს მის ქმართან არის ღმერთი და უყვარს მისი ქმარი აი ასეთი ღვთისმსახური რომელიც გამოვიდა მამამისის სახლიდან არ იცის ადმინის ერთ ადგილას დასახლდა, მეორე ადგილას დასახლდა, მესამე ადგილას დასახლდა, შიმშილობამდე მივიდა, ეგვიპტეში ცოლი დაკარგა. აი ეს ქმარი უყვარს.
და რო დაბრუნდეს, რა იცის რა ელოდება და ისევ ხეტიალი. სადღაც მინდოდა კიდევ შეიძლება დაკარგოს თავის ცოლი. მაგრამ აბრაამთან უნდა. აბრაამის გარეშე არ უნდა. და გაუგებარია. და სწორედ იმიტომ რომ გაუგებარია ამ მიწიერი ლოგიკით. გაუგებარია ეგვიპტური საზომით. გაუგებარია ამ ქვეყნიური კომფორტული სულის გადასახედიდან, რა გინდა რომ აი ეპოტინები რაღაცა ისეც, ხო, წარმავალს რაღაცა ისეც. განა იმიტომ რომ სიტყვაზე ვთქვათ, მოსვენება და რაღაც კომფორტული გარემო მიუღებელია, აბსოლუტურად არ არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც კომფორტი ხდება შენთი ცხოვრების მიზანი, როდესაც შენ ღმერთად გექცევა, აი ამგვარი აზროვნების ნაყოფი კომფორტული ცხოვრება, აი იქ უკვე პრობლემაა. და სარა ამბობს უარს. საოცრებაზე ამბობს სარა უარს. სარა უარს ამბობს ამ ქვეყნიურ საოცარ წარმატებაზე. მოდი ისევ ჯერ კიდევ თავის გაურკვეველ აბრაამთან ერთად იხეტიალებს. ამიტომაც საღვთო განგებულება რეალიზებას იწყებს. ფარაონის სახლი შეჭირვებულია. მოხდება გამოძიება ამ შეჭირვების მიზნით. ახლა ჩვენ რას უნდა დავუვაქციოთ ყურადღება მამანდრიეთით, რაღაც ზედაპირული არ უნდა დავჭრეთ ამ შემთხვევაში. ახლა ფარაონმა რო სარა წაიყვანეს, იმას კი ანიშნავს, რომ ერთ კვირაში ქორწილი დაინიშნა და არა თავისთავად ცხადია. სარა საკმაოდ მაღალი საფეხურზე უნდა ავიდეს, სარამ ეგვიპტელი ღმერთები უნდა გაიცნოს, ბოლო-ბოლო მისი მომავალი ქმარი მიწერ ღმერთად არის გამოცხადებული და ეგვიპტის ღმერთების შთამომავალია და სარას კანის ფერიც კი ოდნავ უნდა იყოს შეფერილობა შეცვლილი, გარკვეული სამედიცინო ზემოქმედებით, იმიტომ რომ ეგვიპტელისათვის კანის ფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი ის თავის კედლის ხატრობაზეც ეგვიპტელს აუცილებლად ისეთი ფერით გამოსახავს, რომ ყველა გამოსახულებისაგან გამოარჩევ მიხვდები, რომ აი ეს ეგვიპტელია. აუცილებლად მიხვდები, სხვათა შორის ეგვიპტეს ალექსანდრიის პირობებშიც კი ბიზანტიის იმპერიის წიაღშიც კი გაყვა ეს ეგვიპტელის, ასე ვთქვათ, ღირსების აი ეს წარმოჩენის სურვილი სულ ბიზანტიის იმპერიაში არის ეს ცნობილი დოკუმენტი, სადაც ეგვიპტელი ამაყობს იმით, რომ ერთი და იგივე სასჯელის გამო თუ კი 10 ასეპელით ისჯებოდნენ სხვაგან. აქ სხვანაირ ეგვიპტეში სხვანაირად ისჯებოდნენ და ამასთან მასალა რა მასალითაც ისჯებოდნენ. გაცილებით რბილი იყო ეგვიპტელისათვის, ვიდრე იმპერიის სხვა. ყოველთვის ჰქონდათ ეს იმპერიის ბეღელად, როდესაც ეგვიპტე გამოცხადებული. ყოველთვის ჰქონდათ ეს და ეთყობა ამ გარემოს ახასიათებს რაღაც ასეთი. ამიტომ, როდესაც სარა არის ფარაონის სასახლეში მიყვანილი, ეს 1-2 კვირის ამბავი, არა, თვეები მიდის და თვეების განმავლობაში აბრაამი და სარა ცალ-ცალკე არიან. თვეების განმავლობაში სარა ებრძვის ამას. თვეების განმავლობაში სარა მტკიცდება. თვეების განმავლობაში აი ეს კომფორტი, სასახლის კომფორტი მას არაფერს არ უშვება. ვერაფერს ვერ ავნებს. თვეების განმავლობაში სარა თავისი მენტალობით, თავისი აზროვნებით, თავის სურვილით აი თავის ქმართან არის ახლა შორს რო არის და შიმშილობამდე რომ მიიყვანა და საერთოდ ოჯახის დაგრევამდე რომ მიიყვანა. ისე ვის უნდა. რატო იქ ღმერთია და იმიტომ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ხოლმე, როდესაც წმინდანზე ვსაუბრობთ, აი აგიოგრაფიაში ცნობილი არის, თქვათ, როდესაც განსაკუთრებით შუშანიკის წამებაზე ვლაპარაკობთ, ან ქეთევან დედოფლის ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ და კიდევ ბევრი წმინდანები თანამედროვე განსაკუთრებით, რომელთა ცხოვრებაც არ არის შემოსილი მითოლოგიით, რაღაცა სუფთა ადამიანური გზა აქვთ გავლილი და ეს თმენა პირდაპირ ესეთი ემპათიას იწვევს, რომ ჩვენ ვგრძნობთ მათ გრძნობებს, ხედავთ რა ცხოვრება გაიარეს და სუფთა ადამიანურად როგორ მიიღებდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, პირდაპირ თვალნათელი არის. აი ესეთი შორეული წმინდანის შესახებ საუბრობთ ახლა და ესეთი ცოცხლად დგება ჩვენს თვალწინ, რა იქნებოდა მისი როლი, რა გარემოებები და როგორი ძნელი იქნებოდა მარტო იმიტომ არა, რომ თქვა ხორციელი ეს უნდა დაძლიო რაღაცა ნებები, ხორციელი სურვილები და დაძლიო, ხო? მან შეიძლება ძალიანაც მყარად იყოს ადამიანი, მაგრამ იქ გარემოებებია კიდევ. ფარაონის კარზეა, იქ უშველებელი წნეხი და ზეწოლა არის, გარემოებებიდან და წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც მოხვდა აი ამ მდგომარეობაში და ჯერ არ დაწერილა მისი ისტორია,
ხო, მე იწერება მისი ისტორია და აი იქ ხდება ყველაფერი ღვთის წინაშე დგას ადამიანი და აი ამდენი გარემოებების წინაშე მაღლდება და სულიერ გადაწყვეტილებას იღებს. და აი პავლე მოციქულის სიტყვები არის გალატელთა მემატების დორში, ნუ თუ ასეთი უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით ამთავრებთ. და ეს არ ეხება სარას. ხო? და მოგვიანებით, როდესაც პავლე მოციქული ამას წერს, ესე იგი მის თვალწინ ასეთი რამ ხდებოდა. გასულიერებული ადამიანები, რომლებიც ღმერთს შეუდგნენ, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს ღვთისმსახურების, მერე შეიძლება მოხვედრილი იყვნენ ისეთ გარემოებებში, სადაც აი ეს დაეთმოთ და სწორედ ამაზე აფრთხილებს. აი სარას შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ეს გზა გასწორებული. საქმეც ეს არის, მამანდე ძალიან საინტერესო შენიშვნა იყო თქვენი მხრიდან და ხედვა, იმიტომ რომ ბიბლიას როცა ვკითხულობთ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ და ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. ეს არის არა ამბავი, რომელიც მოხდა საუკუნეების მიღმა, ეს არის ამბავი, რომელიც ხდება დღეს. კი, ის ისტორიულად იქ დაფიქსირდა, მაგრამ ეს არ არის რაღაცა თაროზე შემოსადები ექსპონატი, რომელიც, რაღაც ეპოქაზე მიგითითებს, არა. ყოველდღიურობით არის ბიბლია შემოსილი. ყოველდღე ხდება ისაც ბიბლიაში წერია. ამითაცაა უпроსწორად ბიბლია ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც, ოდესაც ჩვენ საუბრობთ სარას საოცრებაზე, სარას მართლა განსაკუთრებულ სხვადასხვა ერთადერთი ქალია, რომლის გარდაცვალების ასაკი ვიცით ბიბლიაში. სხვა ასაკი არ ფიქსირდება. სარაზე ვიცით, რომ 127 წელს ასაკში გარდაიცვალა. მედი ასაკი არ გვაქვს ქალის გარდაცვალების ბიბლიაში საერთოდ. საოცარი ხალხი იქნება, ხო? საოცარი ქალბატონები წარმოგვიდგებიან ბიბლიის ფურცლებს, მაგრამ არც ერთი ღირსი არ გახდა ამისა, თანსად ყოველგვარი თარიღის დამრგვალების გარეშე. ზოგადად ბიბლია მიდრეკილია თარიღების დამრგვალებისაკენ. მაგალითად 40 წელი, რომელიც ისრაელმა იხეტია და შეიძლება სულაც არ იყოს 40 წელი და უზად 18 წელი იყოს. და ეს 40 წელი 2 წლიანი დანამატი იყოს პირველი გზისა ეგვიპტიდან სინავსთანამდე. ეს საკითხი მხარია. თქვა 400 წელიანა თქვა მიმონობისო 430 წელია სინამდვილეში გასული, ხო? ანუ ზოგადად ბიბლია ამრგვალებს არა სარაზე, კონკრეტულად არის ძალიან ახსოვდა სარას გარდაცვალების თარიღი მოსემდა, ხო? ძალიან ისეთი იყო, რა ქვია, ახლობელი იყო. საოცარი ქალბატონია და იმიტომ როდესაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით საუბრობთ სარასთან დაკავშირებით, გვახსენდება საღვთო აღთქმა ა ブラ ამთან, რომ მას შვილი უნდა შეეძინოს და სარა ბერწია და აი აქ გამოდის საოცარი ამბავი, რომ სარა მიდის ა ブラ ამთან და ეუბნება, რომ შევიდეს თავის ხევალთან, რომელიც ეგვიპტიდან გამოაყოლა ფარაონი. რატო? რომ იყო ძველი ტრადიცია ასეთი, სადაც ქალბატონი იყო ბერწი და შულს ვერ აჩენდა, მაშინ ქმარი შედიოდა მის ხევალთან, ქალბატონის ხევალთან და ქალბატონის ხევალი რომ დაორსულდებოდა, ატარებდა ქალბატონის ქმრის თესლს, ხო? მისი ნაყოფი იყო, ამიტომ პოტენციურად განიხილებოდა ქმრის შვილად და თავისი შვილი სტატუსს შეიძენდა, სხვადასხვა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ დაარღვია სიმშვიდე ა ブラ ამის სახლში. აბსოლუტურად გეთანხმებით, სარა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთგვარი შფოთი იწყება სახლში. იმიტომ რომ საოცარი სიტყვებია თქვენ წმინდა წერილში. როდესაც დაინახავს სარა, რომ აგარი დაორსულდა, ანუ მისი ხევალი დაორსულდა. აი რაღაცა ბიბლიური თქმა როგორი ეცით ალექსანდრიელები აკეთებდნენ, რაღაცა უნდა დაინახოს სიტყვების მიღმა. მოდი აქ ჩაურთავ და ისევ დაუბრუნდები იმას, რაც ა ブラ ამთან დაკავშირებით შემოგაშველე, რომ აქაც გადაწყვეტილება ხომ არ არის მხოლოდ მიწიური საღვთო განგებულების ჭვრეტის გარეშე და ამიტომ ხო არ მოაქვს ისე მძიმე მდგომარეობა. იმიტომ რომ სარა მიცის აღთქმა და თვითონ ეძებს ადამიანური გონებით გამოსავალს და ფიქრობს, რომ მას შეუძლია გამოცხადების გარეშე, მინიშნების გარეშე მოიფიქროს და საღვთო განგებულების აღსრულებისათვის უკეთესი გზა იპოვოს. და ვიღებთ მერე, რასაც ვისაუბრებთ ამის მერე, შფოთი დგება ა ブラ ამის კარავში. სარა ამ შემთხვევაში, მოდი ასე ვთქვათ, ეხმარება ა ブラ ამს, რომ საღვთო განგებულება რეალიზდეს მის ოჯახში. და ა ブラ ამი ეთანხმება. ა ブラ ამი ამას ეთანხმება და როდესაც აგარი დაორსულდება, თითქოს და არ ჩანს რატომ, მაგრამ აშკარად ეს სურათი გვიდგას. წმინდა წერილში წერია, რომ
დამცირდაო ქალბატონი მხევლის თვალში. ანუ სარა დამცირებული აღმოჩნდა აგარის წინაშე. რატო? რამ დაამცირა ქალბატონს სარას სტატუსი რამ დააკეთო? როგორ შეიძლება სარას სტატუსს რამე შეეხოს? ეს გამორიცხულია. მაგრამ აქ საინტერესო რამეა. საინტერესო ის არის, რომ აბრაამა დაინახა, აბრაამა ის უნდა ყავდეს შვილი, რომელიც უნდა გამრავლდეს, ეს რამწეს დაეუფლოს, რომელსაც ხსნელი უნდა მოვიდეს. დაიშვილი. სულ სხვა ქალისაგან. მაგრამ აქ ისმის ხოლმე კითხვა, ხო არ გადაანაწილა აბრაამა ის ყურადღება, რა ყურადღებაც ხოლმე სარასკენ იყო მიმართული, სხვა ქალისაგანაც. ამ შემთხვევაში აგარისაგანაც. აი აქ დამცირდა. განა თვითონ სარას ინიციატივა არ იყო, აბრაამის შესულიყო აგართან. კი, სარას ინიციატივა იყო, აბრაამის ინიციატივა არ ყოფილა ეს. სარა მოთხრა შედიო შემხევად. და საოცარი აბრაამის პასუხი. აი შენი მხევალი რაც გინდა ისკენ. ხო იცის აბრაამა რომ სარა აგარს არ გაახარებს. გამორიცხულია მათ შორის. იმხელა კონფლიქტი წარმოიშვა რომ ნუ რა ვიცი ძალიან მძიმე ხო? მაგრამ აბრაამა იცის რომ თუ ღვთის განგებით არის და ამით უნდა გამრავლდეს მაშინ სარა იმას ვერაფერს უსავს. და იწყება მძიმე კონფლიქტი, რომელიც სულ კონფლიქტად რჩება. ეს კონფლიქტი დღემდე კონფლიქტად რჩება, ნუ ეს კონფლიქტი არ სრულდება. სხვათა შორის თვითონ ისააკს და ისმაილს საკმაოდ დიდი პატივისცემა და ძმობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ძალიან დიდი. აბა იქ რო წერია რომ დაცინო და ხო ეს არის გარდამოცემა, რომელიც შეიძლება დაცინოს სულაც არ იყოს და შეიძლება იყოს მხიარულება. იმიტომ რომ თვითონ სააკი მხიარულებასაც ნიშნავს, სიმღერასაც ნიშნავს, მხიარული მასაც ნიშნავს. სხვადასხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, არის სამი ვერსია. მაგრამ თუ ისმაილი დაცინო და შეიძლება ისმაილი საერთოდ ისააკობდა. ანუ მოთავეობდა, პირველობდა. სხვანაირად შეიძლება. თუმცა ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ისმაილი და ისააკი ერთად მარხავენ მამას. არ არის კონფლიქტი. კი, რო არ გავცდეთ აგარესა და უბრალოდ აგარსა სარას შორის იმხელა დაპირისპირება და იმხელა ძლიერი გენეტიკური ისა აქვთ. ასე ვთქვათ, მიცემული თავიანთი შვილებისათვის, რომ აი ეს კონფლიქტი არის რაღაც ძალიან დიდი და ძალიან ხანგრძლივი. ძალიან მძიმე. ხო და როდესაც აგარი უბრალოდ ვერ გაჩერდება, ნუ სარა ვერ იგუებს აგარს ახლა თავის გვერდით და აგარი გარბის სახლი. აგარს აქვს გამოცხადება, სადაც მიმართვა იწყება ასე, აგარ მხევალო სარასო. ეს ჯერ ფეხმძიმე აგარი გარბის. ეს ფეხმძიმე ჯერ ისმაილი შობილი არ არის. აგარ მხევალო სარასო. საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? შენ იცი რა ადგილი დატოვე და საითკენ აგაკვირი ეგვიპტისკენ აქვს. როგორ შეიძლება აბრაამთან იყო და რამე სხვა ადგილი არჩიო საცხოვრებლად. შენთვისაც არა, შენი შვილისთვის, რომელსაც ახლა მოცლა შეატარა. არ შეიძლება აბრაამს მოწყვიტო შენი შვილი, არ შეიძლება აბრაამის მიღმა დატოვო შენი შვილი. საოცრებას ტოვებ და საოცრაცუდი მიმართულებით მიდიხარ და ხაზგასმა. შენ ხარ მხევალი სარასი. აბრაამს ერთი კი არა. 1000 შვილი რო გაუჩინო. სარას საოცრება მიუაჩრდილებელი იქნება ამით. თუ დაბრუნდები ახლა უკან და ბავშვი გააჩენს, იმას დაერქვა ისმაილი. მართლაც აგარი მოტრიალდება უკან და დაიბადება ისმაილი. მაგრამ ეს კონფლიქტი არ განელებულა. როდესაც ისააკი დაიბადება, აბრაამი განსაკუთრებულ სოფლას გადაიხსნა და ბავშვი ძუძუს მოწყდება, ნუ ეს ცოტა ისეთ ასაკში ხდებოდა, რომ რაღაც აი სხვა ეტაპის დაწყება იწყებოდა ადამიანის ცხოვრებაში და გარკვეული ზეიმურობით აღნიშნავდნენ ამას ყოველთვის. და საკმაოდ დიდი ისეთ წარმომადგენლობითი სუფრა აქვს აბრაამს, სადაც აბრაამი ძალიან გახარებულია, ძალიან ბედნიერია. და მოდი კარგად გასაგებად ვთქვათ, რაღაცნაირად ყურადღება მოდუნებულია და სწორედ იქ, სადაც აბრაამმა მოათუნა ყურადღება, სარას აბსოლუტურად ხიზელი თვალი აქვს და აბსოლუტურად უყურებს იმას, რაც ღვთის განგებულების რეალიზების საოცარ გზად დაისახება. უყურებს, რომ იმღერდა ისმაილ ისააკისთან. ისმაილი ისააკობდა, ისმაილი რაღაც სხვანაირად იქცევა, პირველობს. და იმას უყურებს სარა. და მივა სარა აბრაამთან და ეტყვის. გააგდეო ეკყმა ქალი თავის შვილთან ერთად, სახელსაც ვერ ამბობს იცით. აგარი გააგდეო არ ამბობს, არა ეკყმა ქალის სახელს, ამ ქალის სახელსაც აღარ ახსენებს სარა. თავის შვილთან ერთად. მაგრამ აბრაამი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რატო? იმიტომ რომ ღმერთმა ისმაილი ერთხელ მოაბრუნა უკან. და უკან თუ მოაბრუნა, აბრაამა იცის რომ ღმერთს უნდა რომ ისმაილი იყოს აბრაამთან. თუ ესე გააგდესი არ არის. მაგრამ სარას აქ რა თქვა მე გააგდეო და აბრაამი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არ იცის რა კაც ამ შემთხვევაში.
სახლში კონფლიქტი აშკარად უმძიმესი ხდება. დაახლოებით გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ლოთის წყებსებსა და აბრაამის წყებსებს შორის დაპირისპირება და აბრაამი ამბობს რომ მოიქნება ცილობა. რაღაც ესეთი ცილობა იწყება, რაღაც ესეთი დაპირისპირება იწყება, რომ ძალიან ემგვანება ეს წიაღი იმ წიაღს, რომლის გვერდითაც ცხოვრობს აბრაამი. ძალიან წარმართულ ხალხებში რაც ხდება, რა გნიასიც არაც, გაუგებრობაც არაც, დაპირისპირებაც ძალიან ემგვანება აბრაამის ოჯახიც ასეთ რაღაცას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აბრაამი ამ შემთხვევაში რა გააკეთოს არ იცის და აქ წმინდა წერილში ისეთი ფრაზა გაისმება, აქ წმინდა წერილში ისეთი რაღაცა დაიწერება, ჩვენ პრაქტიკულად ამაზე მეც სარასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით. ღმერთი ეცხადება აბრაამს, რომელსაც იაკობ მოციქული ღვთის მეგობრათაც კი სახელდებს, სოდომური სიბილწის ამოშანთვის წინ არის ასეთი ტყობილი და თქვა როგორ დაუმალო აბრაამს ჩემს სახურსის გაკეთებასაც ვაპირებ, ანუ თითქოს და ღმერთი როგორც მეგობარს ელაპარაკობს აბრაამზე, რომ რაღაცა მნიშვნელოვანის გაკეთებას აპირებს და ჩემი უახლოესი მეგობრის გარეშე ამას როგორ გავაკეთებ. ძალიან ახლოს არის აბრაამი ღმერთთან და ამ აბრაამს ღმერთი ეცხადება და ეუბნება. შენ ცოლს დაუჯერე. სარას დაუჯერე. ესაც განვიხილოთ როგორც საჯვარედინი აბრაამის, იმიტომ რომ კვლავ უმძიმესი გადაწყვეტილება ისაღები და კვლავ უნდა აირჩიოს რაღაცა ერთობა არის რაღაცა გარემოებების და არის მეორეს მხრივ საფრთხო მინიშნება, საფრთხო გამოცხადება. და ყველაფერი თითქოს ეუბნება რაღაცა ერთი ლოგიკით გადაწყვეტილების მიღების შესახებ ელაპარაკება, მაგრამ არსებობს გზა და ამ გზა ჯვარედინზე დგას აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება თუ არ მიიღო ეს მისი მამამთავრობის მადლი რაღაცნაირად შეხში შედის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და სწორედ აქ ამ გზა ჯვარედინზე სარად შეიძლება კიდე რომ ღმერთი აბრაამს ეცხადება და ეუბნება რომ შენ გვერდით არის ვიღაცა ისეთი რომელსაც შენ უნდა დაუჯერო შენ რომელსაც შენთან ერთად ვარკვევდი სოდომის დაქცევის ამბავს ბჭყალებში რო ავიღოთ ეს სარა ძალიან დიდია. სარას ბაგით აბრაამს მიეთითა რა უნდა გააკეთოს. გზა მიეთითა დიახ ეს ის აბრაამია რომელსაც შეუძლია ისააკი შეჭიროს მსხვერპლად რომელიც ძალიან ახლოს არის ღმერთთან. მაგრამ სარა დგას რაღაცა ისეთ სიმაღლეზე რომ ამან სარას უნდა დაუჯეროს. იმდენად დიდია, იმდენად საოცრებაა. და ამ გამოცხადების შემდეგ აბრაამი იღებს გადაწყვეტილებას აგარი და ისმაელის გაშვების. ჩვენ ერთ დეტალსაც მივაქციოთ ყურადღება. რა არის საინტერესო ის რომ აბრაამი აგარს და სარას გაუშვებს ერთი პური და ერთი მათარა წყლით უდაბნოში. და რანაირად? როგორ შეიძლება უმდიდრეს აბრაამს საკმაოდ ისეთი გავლენიანი შეიღეს ავტორიტეტით მოსარგებლე ამ საოცარ ადამიანს. შეეძლო ამის გაკეთება, რომ დედა და შვილი უდაბნოში ერთი მათარა წყლით და ერთი პურით გაეშვა. ხო აუცილებლად შიმშილობის სიკვდილისათვის არის გაწერილი ორივე. აშკარად. მაგრამ საინტერესო სწორედ ეს არის. საინტერესო ის არის, რომ გახსოვთ ჩვენ დღეს თქვით ერთ-ერთ გაცემაში აბრაამა რაც ჩვენ ვიცით, თავის შვილებს ღვთისმსახურება სიკვდილთან ურთიერთობით ასწავლა. ღმერთი გააცნოს სიკვდილის მიღმა არის რაღაცანი ღმერთი ელშედაი უფალი ყოვლადწლიანი თავის თავში იმას კი არ გულისხმობს რომ ჩემ ეზობელს დაჩაგრავს ან ჩემ ეზობელს ჩემ თავს არ დააჩაგრეს სამეგრელოს გადაუხდის არა ეს არის სწორედ წარმართული იწილობიწილო ღმერთებთან არა აბრაამისათვის ღმერთის ყოვლადწლიერება გულისხმობს ამ ადამიანზე მომძლავრებული სიკვდილზე ძლიერია ის რაღაცა სხვა სიძლიერე აქვს მას და დასკვნა როდესაც თავის თავაცხადია სიკვდილს გაძარჩება ისმაელი, მისგან 12 ბელადი უნდა გამოვიდეს, 12 წინამძღვარი უნდა გამოვიდეს, ძლიერ უნდა გამრავლდეს და გარდამოცემით ვიცით ჩვენ რომ აბრაამი აგრძელებს ისმაელთან ერთად ურთიერთობას და საკურთხევლების აშენებას, ანუ აბრაამმა ისმაელს თავისი წილი პატივი თავის თავაცხადია მიაგო, მაგრამ დასკვნა ძალიან საინტერესო. აგართან დაკავშირებით ნათქვამია რომ აგარი წავიდა და თავის შვილს ცოლი მოუყვანა ეგვიპტიდან. იმ დროს, როდესაც მამამთავართა ოჯახში ასე არ ხდება, მამამთავართა ოჯახში ეგვიპტეში შეიძლება იყო, მაგრამ ეგვიპტესთან მენტალური კონტაქტი გაწყვეტილი გაყოლთვის. სარა, რომელიც ეგვიპტეში დედოფლობას ელოდებოდა და შეეძლო ეს მიეღო.
მენტალურად ოდნავადაც კი არ მიუახლოვდა ეგვიპტეს. და აგარი, რომელიც ეგვიპტიდან იქნა როგორც ხევალი წამოყვანილი, ეგვიპტის გარეშე არ შეუძლია. ისევ ეგვიპტესთან უბრუნდება მზერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც არის ცოტა მოგვიანებით ნათქვამი წმინდა წერილში. ისააკით გეწოდო შენათესავ. ისააკით უნდა გამრავლდეს აბრაამის ის ხაზი, რომელზეც აქ ნათქვამი. რატო? იმიტომ რომ ისააკს სარას რდის ისმაელს აგარი. ისააკის გამზრდელი დედა ღვთისმსახურია. ისმაელის გამზრდელი დედა ეგვიპტიდან ჩამოსული მხევალია, რომელიც აბრაამთან ძალიან ახლოს არის. ცოლს მაინც ეგვიპტიდან მოუყვას და ეგვიპტესთან მენტალურ კონტაქტს ვერ წყვეტს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამისი კარგად ცოდნა, რომ აი ეს ქალის ღვთისმსახურება, ქალი როგორც ღვთისმსახური, როგორც საოცრება, როგორც სიწმინდის შემნახველი, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისათვისაც, საზოგადოებისათვისაც, ქვეყნისათვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ ინახება, აქ ნარჩუნდება, აქედან ამოიზრდება რაღაცა ისეთი, რომელიც ოჯახს, საზოგადოებას, ქვეყანას აძლევს ძალას, მდგრადობისას, ყოფობისას, განვითარებისას და წინსვლისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. გიორგი, დიდი მადლობა. ჩვენ დღევანდელ გადაცემაში მეც საუბარს ვერ მოვასწრებთ. თემა ძალიან საინტერესოა. შემდეგ გადაცემაში შევეცადოთ გავაგრძელოთ ისევ მამამთავრების ოჯახთან დაკავშირებით საუბარი, იმიტომ რომ დღეს დღევანდელი ვითარება ჩვენ გვაჩვენებს, რომ ოჯახური ტრადიციები ძალიან ღრმა ფესვებს უნდა ემყარებოდეს იმისათვის, რომ რთულმა გარემოებებმა ბზარი არ შეიტანოს, რომ რყევა არ გამოიწვიოს. აქ ჩვენ ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ძლიერ გადაწყვეტილებებს, ძლიერი ქალისა, რომელიც უდგას ადამიანს გვერდით, რომელზეც ღვთისგანგებულება აღესრულება და თავადაც ღვთისგანგებულებაში მონაწილეა და იმ გზაჯვარედინებზე გავლა უშუალოდ მისი ღვაწლიც არის და მისი შრომაც არის. ერთი ხაზი გაუსვათ, რომ ეს ოჯახურ ტრადიციებს როცა ვამბობთ, ის უნდა ეფუძნებოდეს გამოცხადებით ჭეშმარიტებისადმი მსახურებას და რაღაც აკვიატებულ რაღაც წარმართულ მასთან წილნაყარ რაღაც ჩვეულებებს. ამას თავისი გამსაზღვრელი აქვს, თავისი საზომი აქვს, როდესაც შეიძლება დღეს სამწუხაროდ ჩვენ ბევრ ამას ვეძახით ხოლმე ტრადიციას, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენი ტრადიცია. სულაც არ იყოს. და იყოს რაღაცა შემოტანილი, შემოგდებული, უბრალოდ ჩვევაში გადასული და მიციური რაღაცა გატაცებები. ხო, ანუ როდესაც ჩვენ ოჯახურ ტრადიციაზე ვამბობთ, ის ეფუძნება რაღაც სიმყარეს. იმას თავისი ლოგიკა აქვს და თავისი შედეგი. დიდი მადლობა. მადლობა საუბრისთვის, მაყურებელს დავამშვიდობები, მანამდე კი ვეტყვი, რომ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ სარას შესახებ. სარა როგორც თანამგზავრი, მეუღლე აბრაამისა, მამამთავრისა, რომელსაც აქვს მიღებული ღვთისაგან, აღთქმა, რომ მისგან, მისი შთამომავლობისაგან მოევლინება კაცობრიობას გამომხსნელი. და ეს გადაწყვეტილებები აბრაამის ეგვიპტეში ჩასვლა, შემდგომში იქ უმძიმესი მდგომარეობა, სადაც სარა მოხვდა ეგვიპტის ფარაონის სასახლეში და მისი გადაწყვეტილება არის სწორედ გზაჯვარედინი, ის ირჩევს იმ მიწიურ გარემოებებსა და იმ ლოგიკას მიყოლასა და ღვთის განგებულებას შორის, რომელიც აბრაამს უკავშირდება მის ქმარს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩამოუყალიბებელია გარემოებები აბრაამთან ერთად ცხოვრებისას, მაინც მიყვება ამ სულიერ გადაწყვეტილებას. შემდგომში აგარის აბრაამთან მიყვანა, ესაც გზაჯვარედინია, მოსდევს ამას აბრაამის ოჯახში სიმშვიდის დარღვევა და აი გადაწყვეტილება აბრაამისა. ესაც არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი მის ცხოვრებაში. აბრაამმა აირჩია ისმაელის გაშვება სახლიდან, აგარის და ისმაელის გაშვება სახლიდან. აი დღეს ამ მომენტებზე შევაჩერეთ ჩვენი ყურადღება და შევეცადეთ გვეჩვენებინა ადამიანურად რამდენად რთული, რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მისაღები
აბრაამს და სარას და მათ ერთად აი ამ გსაჯვარედინს. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.